ოზურგეთის სახელმწიფო დრამატული თეატრის რეაბილიტაცია იწყება. ალექსანდრე წუწუნავას სახელობის თეატრის შენობას ნახევარ საუკუნეზე მეტი არანაირი სარეაბილიტაციო სამუშაოები არ ჩატარებია და არ განახლებულა ინვენტარი. მთავრობის ინიციატივით უახლოეს მომავალში შენობას კაპიტალური რეაბილიტაცია ჩაუტარდება და გეგმილია გარე ფასადის და ინტერიერის რეკონსტრუქცია, მოხდება ინვენტარის, დეკორაციების, საგრიმიოროს და სხვა დამხმარე უბნების განახლება. მსახიობობისთვის კომფორტული სამუშაო პირობები და ესთეტიური გარემო შეიქმნება. შენობის რეაბილიტაცია, რეკონსტრუქციის პროექტის პრეზენტაცია ოზურგეთის სახელმწიფო დრამატული თეატრის და კულტურის და ძეგლთა დაცვის მინისტრმა ნიკა რურუამ ნაციონალური მოძრაობის მაჟორიტარობის კანდიდატთან თამას ნიკოლაიშვილთან ერთად წარუდგინა. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი თეატრალური ტრადიციების მქონე თეატრი და ამიტომაც გადაწყვეტილება მივიღეთ რამდენიმე თვის უკან, რომ მოხდეს სრული რეაბილიტაცია ამ შენობისა არა მხოლოდ დარბაზის, არამედ მთლიანი ინფრასტრუქტურული თანამედროვე თეატრი კონდეს ოზურგეთს თავისი თანამედროვე საგრიმიორებით, თანამედროვე გახმოვანების სისტემით, განათებით, ანუ ყველაფრით იმით, რითაც არის აღჭურვილი დღეს ნებისმიერი ევროპული დასი. ეს არის სიამაყე ყველა ადამიანს ყოველთვის მიყვარდა ახმოსვლა და ეს არის ყველა სიამაყე და ეს არის ყველაზე მნიშვნელოვანი შენობა, ეს შეიძლება ითქვას ყველა ბუნებისთვის, არა მარტო ოზურგეთელებსაც, რომ აი ძალიან გახარებული ვარ იმით, რომ ეს განსხვავება მიღებული იქნა და ოზურგეთელები მიიღებენ ულამაზეს თეატრს. დღეს გახარებული არა მარტო ოზურგეთის სახელმწიფო დრამატული თეატრი, არამედ მთელი გურია, რადგან ხდება უზარმაზარი საქმე. ოზურგეთის სახელმწიფო თეატრის სრულ რეაბილიტაციას ჩაეყარა საფუძველი. მე მინდა მადლობა გადავხდო ყველა იმ ადამიანს, ვინც ამ უზარმაზარ საქმეში თუნდაც პატარა წვლილი შეიტანა.